ახალი კურორტი და სათხილამურო ტრასა თბილისთან ახლოს რანდევუ ბეთანია სტუმრების მისაღებად უკვე მზად არის. თბილისიდან 25 წუთის სავალზე ორი თანამედროვე საბაგირო 21 ნომრიანი კეთილმოწყობილი სასტუმრო და უამრავი გასართობი ობიექტი ამოქმედდა. ტრასაზე დამონტაჟებული განათების სისტემის დახმარებით კი ბეთანიის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ სათხილამურო ტრასით საღამოს საათებშიც ისარგებლონ. კურორტი ოფიციალურად დედაქალაქის მერმა გახსნა. წარმოუდგენელია, თუმცა ფაქტია, ყველაფერი ეს თბილისიდან სულ რაღაც 18 კილომეტრში ხდება. ეს რანდევუ ბეთანია, ახალი სამთო სათხილამურო კურორტი 600 მეტრიანი ტრასითა და თანამედროვე საბაგიროებით. თბილისიდან 25 წუთის სავალზე ზამთრის ტურისტული ზონა უკვე ოფიციალურად გაიხსნა. სათხილამურო ტრასა თავდაპირველად ბავშვებმა მოსინჯეს, უკვე მოგვიანებით მათ გამოცდილი მოთხილამურეებით შეუერთდნენ. დღეს პირველად გამოვცადეთ ეს ტრასა, ძალიან მაგარი იყო და ჩამოსრიალდით, შიდაყდებით, რომ აგვეღნიშნა. საკმაოდ კარგი ტრასაა. ისე ამოვნდეს დიდის და პატარას, თბილისის კვალობაზე მით უმეტეს რომ სადღაც 20 წუთის სავალია თბილისიდან, ყველას აწყობს ეს მომენტი და ამიტომ დაიტვირთება რა დავარაუდებ და კაია რომ ესეთი რაღაცები კეთდება. ახალმა ტურისტულმა ზონამ ამოქმედების დღესვე მიიღო უამრავი სტუმარი. რანდევუ ბეთანიის გახსნაზე ჩასულმა თოვლისა და ადრენალინის მოყვარულებმა უკვე ისარგებლეს ორი თანამედროვე საბაგიროთი და კეთილმოწყობილი სათხილამურო ტრასით. სპეციალურად პატარებისთვის ამოქმედდა 200 მეტრიანი სასრიალოდ. რანდევუ ბეთანიაში შეკრებილების ხალისიან განწყობაზე კი სპეციალურად მოწვეული DJ და Red Bull-ის ათლეტები სრულდებდნენ. ბეთანია როგორც სათხილამურო კურორტი ჩემზე წარმატებული იქნება, იმიტომ რომ ქალაქთან არის ახლოს და ამიტომ ყველა სამუშაო შემდეგ ყველა შეუძლია ამოვიდეს და ისე ამბობს. თოვლის საფარი ნორმალურია შედარებით, ხოლო Red Bull-ი არის მხარდაჭერი დღევანდელი სკი რეზორტის გახსნის. სათხილამურო ტრასასთან ერთად დამსვენებლებს ახალი 21 ნომრიანი თანამედროვე სასტუმრო, სამი სხვადასხვა ტიპის რესტორანი და კაფე დახვდებათ. ყველა ამ ობიექტზე უკვე დასაქმდა 30-ზე მეტი ადგილობრივი. ბეთანიაში ჩასული სტუმრები 24 საათიანი მომსახურებით ისარგებლებენ. აქ უკვე ამოქმედდა სპეციალური პუნქტი, სადაც ვიზიტორებს თხილამურების, სნოუბორდებისა და სხვა საჭირო აღჭურვილობის დაქირავება შეუძლიათ. თხილამური გვაქვს დაახლოებით 70-80 წელი, ყველა ასაკის ვიზიტისთვის, ყველა ზონა ფაქტურად. აქვს სნოუბორდი, ციგები. ფასი არის საათი 5 ლარი. როცა თოვლი არის, გაქირავება ყოველთვის გასწრილია. არის 3-4 ტიპის რესტორანი იქნება. გასართობი საფულშიც, სამთარშიც, სათხილამურო ტრასის გარდა სხვადასხვა რაღაცები იქნება, კინოთეატრები, საპიკნიკო ადგილები. ახალი კურორტის გახსნის საზეიმო ცერემონიალში მონაწილეობა დედაქალაქის მერმაც მიიღო. გიგი უგულავამ სათხილამურო ტრასა დაათვალიერა და ახალ ტურისტულ ზონაში დასაქმებულ ადამიანებს გავესაუბრა. ბეთანიაში ჩასულმა თბილისის მერმა ახალი კურორტის პოტენციალსა და სამთო სათხილამურო სპორტის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა. ჩვენ თუ გვინდა რომ სამთო კურორტები დაიტვირთოს, აი ესეთი ადგილები თბილისის შემოგარენში, სადაც შესაძლებელია და გავაკეთოთ, მინდა ასევე გავახმოვონ სამომავლო გეგმები, აქ რამდენიმე ტრასა კიდევ დაემატება, ასევე აქ წყლის პრობლემაა და შესაბამისად უკვე შემდეგი სეზონისთვის ეს პრობლემა გადაწყდება, რაც მოგცემს ხელოვნური თოვლის კეთების შესაძლებლობას, ასე რომ ყველა კუთხით ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი სიახლე და რაც თავარია ჩვენთვისაც მინდა დამატებით აღვნიშნო, ჩვენ გვინდა სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის ცალკე პროგრამა გქონდეს, რომელიც აქ ისევე როგორც გუდაურს ხელმისაწვდომს გახდის მათთვის, იმიტომ რომ ყველა ეს სიკეთე პირველ რიგში უნდა იყოს სწორედ მათთვის ხელმისაწვდომი. ბეთანიაში წელს თოვლი უხვად მოვიდა, ამიტომ ახალი კურორტი დამსვენებლების მიღებას მინიმუმ კიდევ 2 თვის განმავლობაში შეძლებს. სათხილამურო სეზონი აქ მარტის ბოლომდე გაგრძელდება. ამიერკავკასიაში პირველად მსოფლიოს წამყვან სარესტავრაციო ცენტრებში აპრობირებული მეთოდის გამოყენება საქართველოში იწყება კულტურის